თბილის არხი, რადიო იმედზე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით დილამ შვიდობისა, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და პირდაპირ ეთერში გვერდება ისტორიკოსი ლევან ჯიქია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბაბო დადიანის ჩანაწერების შესახებ. მოგესალმებით ბატონ ლევან და დიდი მადლობა რომ დღეს იწყებთ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მოგესალმებით რადიო მსმენელს. ბატონ ლევან, მოდით ჯერ მოუყვეთ ჩვენ მსმენელს ვინ იყო ბაბო დადიანი და რატომ შევაჩერეთ ყურადღება მის მოგონებებზე? ბაბო დადიანი გახდათ ერთ-ერთი არისტოკრატი ქართველი ქალი, რომელსაც შეეხო რეპრესიების მძიმე სულსხი, რომელიც სამწუხაროდ მე-20 საუკუნის 20-30 წლებში სუფევდა საქართველოში, ის იყო ორჯერ გადასახლებაში, თუმცა მიუხედავად ამისა, მან თავისი არისტოკრატიზმი შეინარჩუნა და დაწერა მოგონებები, რომელშიც ამ რეპრესიების შესახებ ძალიან საინტერესოდ არის საუბარი. დიახ, და საინტერესო არის ის ფაქტი, მოვლენებს არ გავუსწრებ წინ, იმიტომ რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დეტალურად ვისაუბროთ ამ მოგონებასა და ზოგადად იმ კონტექსტის შესახებ, ხო, რომელიც არსებობდა იმ პერიოდში, მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს ჩანაწერები მოიცავს 1951 წელსაც, ხო, მნიშვნელოვანი ნაწილი. როდესაც იყო ძლიერი ტალღა, არა მარტო, მაგრამ კიდევ ერთი ძლიერი ტალღის შესახებ არის აქ საუბარი. ეს არის 1951 წელი, მისი მეორე გადასახლების პერიოდი, რომელსაც ასევე საკმაოდ ერთად იყო ამ გადასახლებაში, თუმცა საბედნიეროდ მათ მოახერხეთ საქართველოში დაბრუნება. თუმცა მისი მოგონებები იწყება მისი ბავშვობიდან, როგორ გაიარა ბავშვობა და სხვათა შორის რადიო მსმენელს უთხრათ საინტერესო იქნება, რომ ის იყო ნიკოლოზ კოკიდადიანის შვილი, ნიკოლოზი იყო კოკიდადიანი იგივე ცნობილი პოეტი, ანტისაბჭოთა საქმიანობასაც ეწეოდა, ის წავიდა ემიგრაციაში და იქ აღესრულა, იქ ლევილის ქართულთა სასაფლაოზე არის დაკრძალული, ასევე დედის ხაზით ის იყო აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის შთამომავალი, მისი მამა კოკი დადიანის და იყო მიხეილ შარვაშიძის შვილის გიორგი შარვაშიძის და ბავშვობის წლები მან სოხუმში გიორგი შარვაშიძის ოჯახშიც გაატარა და სხვათა შორის მოგონებებში წერს, რომ საკმაოდ ფუფუნებაში ცხოვრობდა ის. ბაბო დადიანი კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში სწავლობდა, აქ დილის 6 საათზე აღვიძებდნენ როგორც წესი მოსწავლეებს, დღეში ჰქონდათ 6 საგანი, სწავლობდნენ სიმღერას, ცეკვას, ფრანგულ ენას. შაბათ-კვირას მიყავდათ ისინი წირვალოცვაზე, წირვალოცვა რა თქმა უნდა რუსულად აღევლინებოდა მაშინ და სხვათა შორის ის იგონებს ამ სასწავლებელში რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ მეორის სტუმრობის შესახებ და წერს, რომ მე და ერთი მოსწავლე ძალიან ახლოს აღმოვჩნდითო იმპერატორთან და ისე რომ მისი ბოხოხის ქუდიდან ბეჭის მოგლიჯა მოახერხეთო, რომ სამახსოვროდ ქონოდა და ეს შენიშნაო იმპერატორმა და გამოგვიწოდაო თავისი ქუდი და ჩვენ უფრო დიდი ბეჭი მოგლიჯეთო ამ ქუდს, რომ შეგვენახაო. ის 1921 წელს დაქორწინდა ცნობილ მაგნატზე, ალექსანდრე ალიოშა-მასხარაშვილზე, რომელსაც ჭიათურაში ჰქონდა მანგანონის საბადოები. სხვათა შორის მათ ჯვარი დაიწერეს სიონში. მათ კორწილში თამადა იყო შალო ალექსი მესხიშვილი, რომელიც გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს იუსტიციის მინისტრი. აქ იყვნენ ინგლისელები, იტალიელები, ფრანგები კორწილში. აკადემიკ პოშტარიამ ცნობილმა მეცენატმა მათურმე დიდი სპარსული ხალიჩა აჩუქა. სამწუხაროდ 1921 წლის 25 ფებრუარს რომ მოხდა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია, მათაც მოუწიათ თბილისის დატოვება, ისინი გადავიდნენ ბათუმში, ორი კვირა იქ იმყოფებოდნენ, შემდეგ გაემგზავრნენ კონსტანტინოპოლში, ერთი პერიოდი ცხოვრობდნენ იქ სასტუმროში, შემდეგ სახლი იქირავეს, თუმცა ისე მოენატრათ საქართველოს, რომ გადაწყვიტეს დაბრუნებულიყვნენ საქართველოში და მათი გემი შემოვიდა ბათუმში, აქ მოტორიანი ნავით მიუახლოვდნენ ჩეკისტები, ისინი გაჩხრიკეს და რამდენიმე დღის შემდეგ ნება მისცეს თბილისში დაბრუნებულიყვნენ, თუმცა აქ თბილისში მათ სახლი ჩამორთმეული ჰქონდათ, მათ სახლში შალვა ელიავა იყო შესახლებული და თურმე შალვა ელიავას ცოლი
ბაბოს მდიდრული კაბებით დადიოდა. თუმცა დიდხანს ვერ გაძლეს თბილისში ისეთი სიტუაცია იყო და ალიოშამ უთხრა თურმე მეუღლეს, მოდი ცოტა ხნით გავეცავოთ აქაურობას და მერე უკვე სამუდამოდ დავბრუნდეთო საქართველოში და მართლაც დაბრუნდნენ ისინი საქართველოში, თუმცა თქვენი წინ 1924 წელს ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება მოხდა და ამ აჯანყების დროს ალიოშა იმყოფებოდა ჩიათურაში და სხვებთან ერთად ისიც დააპატიმრეს და ჩამოიყვანეს თბილისში. მას ედავებოდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან კავშირს და კონტრრევოლუციურ საქმიანობას. ქაქუცა ჩოლოყაშვილი საკმაოდ ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა ისე ზოგადად მათ ოჯახთან და სხვათა შორის ბაბო წერს თავის დღიურებში, რომ ჩემი პირველი სიყვარულის შესახებ სწორედ ქაქუცა ჩოლოყაშვილს გავამდეო. ის მოთავსებული იყო ჩეკას სარდაფში და ბაბო მიუხედავად იმისა, რომ მეორე შვილზე იყო ამ დროს ორსულად, გიორგი დაბადებული იყო მათი პირველი შვილი და თათულიზე იყო ორსულად, თუმცა ყოველდღე დახონდა მეუღლესთან სადილი და შემდეგ უკვე ხალხის ჩარევის შედეგად მოახერხა ის, რომ ჩეკის სარდაფიდან გადაიყვანეს ალიოშა ეგრეთ წოდებულ საგუბერნიო ციხეში, ეს იყო ორთაჭალაში და სხვათა შორის ალიოშა მოთავსებული იყო იმ საკანში, სადაც სასჯელს იხდიდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია და კალისტრატე ცინცაძე და ბაბო წერს დღიურებში, რომ ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს სამარხო საჭმელი მიმქონდაო ამბროსი ხელაიასთვის და კალისტრატე ცინცაძესთვის და სხვათა შორის ამბროსი ხელაიამ წერილობითი მადლობაც გადამიხადაო ამის გამო. მას არ ჰქონდა მეუღლის ნახვის უფლება, რადგან საქმის ძიება მიმდინარეობდა და ასეთ ხერხს მიმართა, რომ ვითომ შედიოდა ამბროსი ხელაიას სანახავად, ეს დაშვებული იყო და ამ დროს სადმე იქ გამოჩნდებოდა ალიოშა და შორიდან თვალს მოკრავდა მეუღლეს. და საბედნიეროდ მაშინ გაათავისუფლეს ალიოშა, მაშინ გადაურჩა დახვრეტას. ისინი შემდეგში იწყებენ ურთიერთობას ამერიკელებთან, ალიოშა იწყებს ურთიერთობას ამერიკელებთან, კომპანია ჩემოში იწყებს მუშაობას და საცხოვრებლადაც დარკვეთში გადადიან. თუმცა 1931 წელს ამ ოჯახს კიდევ ახალი უბედურება დაატყდა, რომ ალიოშა ისევ დააპატიმრეს. ამჟამად მას ინგლისის სასარგებლოდ შპიონას ედავებოდნენ და მიუსაჯეს გადასახლება, თავისუფალი გადასახლება სარატოვში, თუმცა სანამ გადაასახლებდნენ მას სარატოვში, მანამდე ის მოთავსებული იყო ორთაჭალის ციხეში და თავის მოგონებებში ის წერს, რომ პატიმრის ცოლები, ოჯახის წევრები ღამე მიდიოდნენ ხოლმე ციხესთან, რომ იქ რიგი დაეკავებინათ და დილისთვის მოეხერხებინათ რაიმე ამანათის შეგზავნა პატიმართან და ცარიელ კალაც თუ დაგიბრუნებდნენ, ეს იმას ნიშნავდა, რომ პატიმარი ცოცხალი იყო, არ იყო დახვრეტილი და არც იყო გადასახლებაში და ეს იყო ერთადერთი შვება. თუმცა ერთ დღეს გადაასახლეს, როგორც თქვით, სარატოვში თავისუფალი გადასახლებით და სხვათა შორის ეს გადასახლება ოჯახის წევრებსაც შეეხოთა შესაბამისად, ისიც თავის შვილებთან ერთად გაემგზავრა და იქ ცხოვრობდნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ამ გადასახლების ვადის სამოცურის შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში, თუმცა 1937 წლის რეპრესიების მათი ოჯახი მაინც ვერ გადაურჩა და ალიოშა ისევ დააპატიმრეს და ამჯერად ის წაიყვანეს თურმე როსტოვის მიმართულებით და ესეც შემთხვევით გაიგო, თორემ ოჯახის წევრებს რა თქმა უნდა ინფორმაციას არ აძლევდნენ. ერთმა ადამიანმა უთხრა, რომ პატიმრები გადაყავდათ ნავთლუღის მიმართულებით და თვალი მოუკარიო ალიოშასაცო, ის გაიქცა საღამოს ციხის მიმართულებით, იქ რიგი დაიკავა და დილით, როდესაც იცდილობდა, რომ კალათი შეეგზავნა საკვები ციხეში, არ მიიღეს მისი ეს კალათა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ციხეში არ იყო და დარწმუნდა, რომ მართლაც ის ნავთლუღის მიმართულებით იყო წაყვანილი და თვითონაც მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის იქ დგომისგან ფრეხები დასიებული ჰქონდა და აღლელი და მშიერი იყო, გაიქცა ნავთლუღის მიმართულებით და იქ ვერ მიუსწრო, უბრალოდ უთხრეს, რომ პატიმრები წაიყვანეს როსტოვის მიმართულებითო, დაბრუნდა სახლში და თვითონაც გადაწყვიტა, რომ მეუღლის ბედისაძებნელად წასულიყო და ფულის შეგროვება დაიწყო და ამ დროს მან გაყიდა 45 ტომი ინგლისური ენციკლოპედია, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკამ იყიდა და ამაში მას აკადემიკოსი სიმონ ჯანგაშია დაეხმარა 2500 მანეთი მისცეს თურმე. ამაში და ეს საკმაოდ დიდი ფული იყო, ის გაემგზავრა როსტოვის მიმართულებით, იქ ერთ ადამიანს კითხა თუ საქართველოდან გადმოსახლებულები სად იმყოფებოდნენ, ამ ადამიანმა მიასწავლა, რომ აქედან 12 კილომეტრში ორი ეშელონი დგას და იქ მივიდა და ნახა ვაგონებიდან მომზირალი პატიმრები და კითხულობდა,
თავისი მეუღლის ამბავს, პატიმრებიც ერთმანეთს ამ მისი მეუღლის სახელს გადასახებდნენ, თუმცა იქ მეუღლის შესახებ ვერაფერი ვერ გაიგო. მოგვიანებით თურმე აღმოჩნდა, რომ დახვრეტილი იყო მისი მეუღლე, თუმცა ამის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა. ის დაბრუნდა საქართველოში, ურჩიეს, რომ იქნებ ბერიას მისწერო და ის დაგეხმარება, რომ მოძებნო შენი მეუღლეო და მართლაც გააგზავნა წერილი და თვითონაც წავიდა მოსკოვში. იქ ბახჩოკობულოვს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ იყავი სახლში და ჩვენ თვითონ გამოგიძახებთო და გარკვეული პერიოდის მერე მართლაც გამოიძახეს და ის შეხვდა ბერიას და ბერიას ის ახასიათებს როგორც პენსეიან გველს. ბერიამ უთხრა მას, რომ მისი მეუღლე ინგლისის სასარგებლოდ შპიონაჟში იყო ბრალდებული და შესაბამისად მას ვერ დაეხმარებოდა. თუმცა კიდევ ერთი პრობლემა ჰქონდა ბაბოს, რომ მას ბინაც ჩამოართვეს ამჯერადაც და სადღაც 7 მეტრიან ოთახში შეასახლეს, ეს ფაქტობრივად კორიდორი იყო და მათ ბინაში კი ეგრეთ წოდებული ერთი წითელი პროფესორი შეასახლეს და ბერია დაფერდა მას ბინის დაბრუნებაში დახმარებას და მოგვიანებით 1940 წელს მართლაც დაუბრუნეს მათ ეს ბინა, თუმცა ის წითელი პროფესორი სანამ გავიდოდა მათი ბინიდან თურმე კედელი ნაჯახებით დაჩეხა და რინოლეუმი ააძრო იატაკიდან. მეუღლის შესახებ ვერანაირი ინფორმაცია მან ვერ გაიგო. საქართველოში ის სიმონ ჯანაშიას დახმარებით იწყებს მუშაობას მეცნიერებათა აკადემიაში, იქ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში საქმის მწარმოებლად იწყებს მუშაობას. შემდეგში იწყება მეორე მსოფლიო ომი და მისი შვილი გიორგი გაიწვიეს ჯარში, თუმცა როგორც ხალხის მტრის შვილი მოათავსეს ეგრეთ წოდებულ მუშათა ბატალიონში, ისინი იმყოფებოდნენ ბაქოში და აეროპორტის მშენებლობაზე მუშაობდნენ დღეში 18 საათი ფაქტობრივად მშივრები. შემდეგში გადაწყდა ამ ბატალიონის წინა ხაზზე, ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნა, ისინი ჩამოიყვანეს საქართველოში. გიორგი ამ დროს ძალიან ცუდად იყო, ავადმყოფობდა და ბაბო მოახერხა ის გარკვეული ადამიანების დახმარების შედეგად, რომ გიორგი დაეტოვებინა საქართველოში, თუმცა იწყება კიდევ ერთი უბედურება მოგვიანებით მათი ოჯახისთვის. 1951 წელს აიტყვე, რომ ბრძანეთ მათი გადასახლების შესახებ, სწორედ ეს პერიოდი იწყება მათ ცხოვრებაში. დაუკაკუნეს, სამი ჩეკისტი შემოვარდა მათ სახლში, გიორგის ხელები დაუკავეს და საათს დახედა ერთმა ჩეკისტმა და უთხრა 1 საათი გაქვთ დრო. ანუ 1 საათში ისინი უნდა მომზადებულიყვნენ გადასახლებისთვის. და მათ რაც მოახერხეს, შეკრეს თავიანთი ბარგი ბარხანა, ძირითადად ეს იყო ფოტოსურათები რო არ დაეტოვებინა და ისინი ნავთლუღის მიმართულებით გადაიყვანეს შვილებთან ერთად და სხვათა შორის ეხვეწებოდა ის ჩეკისტებს, რომ შვილები მაინც ერთი გოგო მაინც დაეტოვებინათ საქართველოში, თუმცა ამის უფლება არ მისცეს და დილის 6 საათზე მიიყვანეს ნავთლუღში. ამჯერად რა გახდა მიზეზი? მიზეზი იყო, რომ მისი მეუღლე როგორც ინგლისის შპიონაჟში ბრალდებული დახვრეტილი იყო და თვითონ ოჯახიც გამოცხადებული იყო როგორც ხალხის მტერი და მანამდე მათი შვილები სხვათა შორის როგორც ხალხის მტრის შვილები დაარიცხეს ნომერ 14 სკოლიდან. შემდეგში გიორგის სხვა სკოლაში შეიყვანეს, თათულის სხვა სკოლაში და ასე დაჭიროებით ცხოვრობდნენ და სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ფაქტსაც ყვება ბაბო დადიანი თავის დღიურში, რომ ის მეცნიერებათა აკადემიაში რომ მუშაობდა, ერთი რაღაცა ღონისძიება იმართებოდა და დარბაზი სავსე იყო, თუმცა ბაბოს გვერდით ერთი ადგილი იყო თავისუფალი და ამ ადგილზე დაჯდა ერთი კომუნისტი, რომელმაც როგორც კი შეხედა ბაბოს, ადგილი გაიქცა. ანუ შეეშინდა, რომ მათთან რაიმე კავშირი არ დაებრალებინა ვინმეს. აი ესე გაურბოდა ყველა, თუმცა საბედნიეროდ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მათ ხელს უმართავდნენ, აი სიმონ ჯანაშია ვახსენე, თვითონაც ბაბო დადიანი ცდილობდა როგორც შეეძლო სხვებსაც დახმარებოდა. აი მაგალითად მეორე მსოფლიო ომის დროს უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა თურმე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე წინცაძე და მე მივედიო ნიკო კეცხოველთან. ნიკო კეცხოველი ძმა მუშაობდა თურმე მინისტრთა საბჭოში და რაღაც ციგნაკი მისცესო კალისტრატეს და ყოველდღიურად საკვებს ხებულობდაო და მეო კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ მცირედით შევძელიო კალისტრატე წინცაძის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დახმარებაო. 1951 წელს, როდესაც მათ იწყება მათი გადასახლების, ასე ვთქვათ, მეორე ეტაპი, ისინი მიიყვანეს დილის 6 საათზე ნავთლუღში, იქ იყო პატარებელი, რომელთაც როგორც წესი პირუტყვები გადაყავდათ, მათ არ ქონდათ რა თქმა უნდა საწოლი, უბრალოდ იყო
ნარები აქ მოხავდა პატიმრები და საღამოს 9 საათამდე გაგრძელდა ეს პროცესი და შემდეგ ეს ეშელონი დაიძრა ყაზახეთის მიმართულებით და თბილისიდან როგორც კი დაიძრაო ავტომობილიდან ეს მატარებელი ხალხი მოძდევდაო და ზოგი ფულს გვიხრიდაო ვაგონებში ზოგი რას და ზოგი რას ჩრდილოეთ ყაზახეთიდან სამხრეთ ყაზახეთის მიმართულებით წაიყვანეს ის არსებობდა ესეთი პახტარალის რაიონი ყაზახეთში, სადაც ახლა დაარსებული კოლმეურნეობა იყო, სადაც არც შუქი იყო, არც სკოლა, არც პოსტა და იქ მოათავსეს ყაზახებს მიწურებში თხები ყავდაო და ამ თხების ნაცვლად შეასახლეს ამ მიწურებში გადასახლებული ქართველები, იქ რა თქმა უნდა სიბინძურე იყო, თუმცა ჩვენ თვითონ გამოვასუფთავეთო იქავრობა, ნუ გზაშიც 14 დღე მიდიოდნენ ისინი. 14 დღე და 14 ღამე, ხო, ასე აქ დაწერილი თავის მოგონება. როგორც თვითონ აღწერს 35 ადამიანი იყო მოთავსებული ერთ ვაგონში იყო სივიწროვეო -40 გრადუსი იყო ყინვა და ლეიბები მიყინული იყო ამ მატარებლის კედელზე ვაგონის კედელზე და როდესაც გამოუგლეჭითო ფაქტობრივად დამბაქრჩებოდაო ხელში და კიდევ ერთი გარემოება იქ რა თქმა უნდა საპირფარეშო მათ არ ქონდა და იყო ეგრეთ წოდებული პარაშა როგორც ეძახდნენ მას კასრი რომელიც ასრულებდა საპირფარეშოს მოვალეობას თუმცა ბევრი თავს იკავებდა რომ ესარგებლა ამ პარაშით და თუკი მატარებელს გააჩერებდნენ და ცოტა ხნით ჩასვლის უფლებას თუ მისცემდნენ დაპატიმრებულებს ეს ძალიან დიდ შეყავათად ითვლებოდაო და უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ რა თქმა უნდა იქაც ზაფხულში კრებდნენ ისინი ბამბას დღეში იყო 80 კილოგრამი ნორმა იყო საშინელი სიცხე უწყლობა წავსვამდნენ რაღაც თხრილიდან რომელიც თურმე ჩიებით იყო სავსე და ბალიში სპირით წურავდითო ამ წყალს და ისე სვამდითო აი ესეთ პირობებში უწევდათ და ბატონო ჩვენი დრო სამწუხაროდ იწურება და მინდა ორ დეტალზე გავამახვილოთ ყურადღება თუ შეძლებთ ვუთხრათ ჩვენს მენელებს რაც შეუძლიათ ამ მოგონებების დეტალურად აღწერა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იძენს ხოლმე ხო ცალკეულ ადამიანთა აი ესეთი მოგონებები დანატოვარი ჩანაწერები ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებენ იმ წარსულს სადაც დაბრუნება არ შეიძლება რა თქმა უნდა რომელიც ურთულეს დღეებს ხო აი ერთი ადამიანის ისტორიის პერსპექტივიდან მაგრამ როგორ დაბრუნდა თავად ბაბოდადიანი გადასახლებიდან შვილებთან ერთად და შემდეგ ის ხდება პარიზში და გალაქტიონის მერის კავშირი ბაბოდადიანთან აი მინდა რომ მოვასწროთ აი ამ დროის მონაკვეთში 1953 წელს როგორც ვიცით იოსებ სტალინი გარდაიცვალა და ამის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ საქართველოდან ნათესავები მათ უგზავნიდნენ წერილებს სადაც დაბადების დღეს ულოცავდნენ და ასეთი წერილები მიიღეს სხვა გადასახლებულმა ქართველებმა და იქ პოსტაში გაუკვირდათო ნუ თუ ქართველებსო ყველასო ერთ დღეს გაქვთო დაბადების დღე ამითი საქართველოში მყოფი მათი ნათესავები აუწყებდნენ რომ მათთვის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა და მართლაც სტალინის გარდაცვალების შემდეგ გადასახლებულთა საქართველოში დაბრუნების პროცესი დაიწყო თუმცა ბერიას დაპატიმრების შემდეგ ეს პროცესი დროებით შეჩერდა რადგანაც ხელახლა უნდა მოხდესო დაპატიმრებულების გადასახლებულების საქმეების გადახედვაო და ამათ არ შეეხოთ ეს და ასეთ დროს გადაწყვეტეს ბაბომ და გიორგიმ რომ გაპარულიყვნენ იქიდან ჩიმკენში გადავიდნენ ისინი ამ პერიოდში საცხოვრებლად იქ იმყოფებოდნენ გოგოს რაც შეეხება თათულის მას აქ პროყავდა და თენგიზი და ქორწინდა ღვინიაშვილი ამ თათულიზე და სხვათა შორის წერს ის რომ ეს ძალიან დიდი გამბედაობა იყო ის დროს იმ დროს იმიტომ რომ ჯერ კიდევ ისინი გადასახლებაში იმყოფებოდნენ და ბუნებრივია მათთან კავშირი საკმაოდ საშიში იყო თუმცა ამ ადამიანმა გადადგა ეს ნაბიჯი ხოლო ბაბომ და გიორგიმ გაპარვა გადაწყვიტეს და გიორგი დაუკავშირდა ერთ ძღოლს და დილის 6 საათზე უნდა მოსულიყო ეს მძღოლი და ტაშკენტის მიმართულებით უნდა წაიყვანა დილამდე მათ ვერ მოახერხეს დაძინება და დილას დედაშვილს ორივეს ჩაეძინა და რო გაიღვიძათ იყო უკვე 9 საათი და გიორგიმ დავიღუპეთო და გაიქცაო ძღოლის მოსაყვანად მოიყვანო ეს ძღოლი და ძღოლმა ჩაიყვანა ისინი მართლაც ტაშკენტში აქედან მატარებლით წავიდნენ მოსკოვში გიორგიმ აიღო მოსკოვის ერევნის მატარებლის ბილეთი და თბილისში ჩამოვიდნენ და მეორე დღეს გამომძიებელთან გამოცხადდნენ რომელმაც კითხათ რომ ჯერ არ იყავით თქვენ გათავისუფლებულები და რატომ გამოიქეცითო
ბაბო მუთხრა რომ ის ძალიან ცუდადებოდა, არ უნდოდა რომ იქ მომკვდარებოდა, უნდოდა რომ საქართველო მიწაში ყოფილიყო დასაფლავებული. გაუმძებელმა მათ უთხრა რომ ვიცი თქვენ ბევრჯერ ჩაგარდგეს თავში, თუმცა ამჯერად პატიობთ ოღონდ ერთ საბუთზე უნდა მომიწეროთო ხელიო. ბაბომ გავიფიქრე რომ თუ ეს თანამშრომლობას თავაზობს, მაშინ ამას ფიტკვლელობა მირჩევნეო, თუმცა აღმოჩნდა რომ ეს იყო საბუთი, რომელზეც ეწერა რომ ნებართვის გარეშე მათ არ შეეძლოთ საქართველოს დატოვება და ამაზე გაუმძებელს უთხარიო რომ ოღონდ თქვენ არ გამასახლოთ საქართველოდან და მე ჩემინებით საქართველოს არ დავტოვებოდა, ამაზე გადაიხარხარაო გაუმძებელმა, ეს იყო 1954 წელი, თუმცა სამსახურში აღდგენა ძალიან ძნელი აღმოჩნდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სადაც ატრი მუშაობდა, არ მიიღეს, იქ საკმაოდ ცივად შეხვდნენ, თუმცა მეცნიერებათა აკადემიაში მოახერხა მან რომ აღედგინათ და რაც შეეხება თქვენს მიერ პარიზში მის გამგზავრებასთან დაკავშირებით საუბარს, ეს 1963 წელს მოხდა, მან განცხადებით მიმართა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, მისი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ, მამისაფლავიც იქ ჰქონდა მას პარიზში და 1963 წელს მის ძმას ამის ნებართვა და ის გაემგზავრა პარიზში და სწორედ აქ შეხვდა ის თქვენს მიერ დასახელებულ ეგრეთ წოდებულ გალაქტიონის მერი შარვაშიძეს, რომელიც მათი ნათესავი იყო, სხვათა შორის მამამისი კოკი დადიანი იყო მერი შარვაშიძის მეჯვარე და სხვათა შორის ის წერს რომ ბევრი ხალი იბრალებდაო რომ გალაქტიონის მერი მე ვარო და ამასთან დაკავშირებით ერთხელო გალაქტიონსაც ვკითხეო და მან თქვა რომ თავი მომაპეზრესო ამ ქალებმა ყველა ამას მეუბნება და ყველას მეუბნები რომ კი შენ ხარ ჩემი მერიო, მაგრამ ჩემი მერი იყო მერი შერვაშიძე, ანუ იგივე შენი მერიო და სხვათა შორის ლადო გუდიაშვილს უთქვამს ერთხელ ბაბო დადიანისთვის გალაქტიონმა მერი შარვაშიძის ფოტო მომიტანა და მითხრა რომ დამიხატეო და დაუხატეო, თუმცა მას არ მოეწონაო და თქვაო რომ ეს ჩემი მერი არ არისო. აი ესეთი ურთიერთობაც ჰქონდათ მათ. ძალიან საინტერესო მოგონებებს ვსაუბრობდით და საჩეულიად გაეცნოთ ჩვენს მენელებს ამ მოგონებებს და უნდა დაგემშვიდობოთ ბატონებმა სამწუხაროდ. დიახ, ბაბო დადიანის ეს საინტერესო მოგონებები უკვე ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია, ის 2008 წელს გამოიცა და სხვათა შორის ის თავის მოგონებებს შექსპირის 66 სონეტით ამთავრებს ყველაფერი დაღლის საათრად სიკვდილი დამჩავა და ის მართლაც 1999 წელს გარდაიცვალა და დაკრძალული არის ვერის სასაფლაოზე, თუმცა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სრულიად საქართველოს კათოლიკოსის პატრიარქმა ილია მეორე მის დააჯილდოვა წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით. ძალიან დიდი მადლობა ბატონებმა, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი საუბრისთვის და საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებისთვის. შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში გვერდებოდა ლევან ჯექია ისტორიკოსი.